მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? ექსპრეს გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ჩემი შეშლილი კომპოზიტორის ვარცხნილობამ და ჩემმა დაღლილმა სახემ არ შეგაშფოთოთ საჯარო გაშლა თემით რას უნდა მივაქციო ყურადღება აგვისტოს თვეში, ხო? ანუ ცხოვრების რომელ სფეროს რა არის საყურადღებო აგვისტოს თვეში, რომელ ენერგიას უნდა დაუთმოთ, ხო? რა პოტენციალს უნდა დაუთმოთ, ხო? მეტი დრო და მე ახლა ამას შევეცდები, რომ საჯარო გაშლის ფორმა მივცე და თქვენს წინაშე იქნება დღეს ორ ვარიანტად გავაკეთებ საჯარო გაშლას. ვისაც ობობების ფობია გაქვს უკაცრავად, პირველი ვარიანტი შავი ობობა, მეორე ვარიანტი არის ავანტიურინის ობობა. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ ორივე ვარიანტს. კარგად შეისწავლეთ, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. პრინციპში დაგიძახებთ ეგრევე თქვენი არჩეული ვარიანტი მომენტალურად მიწევებს თქვენს ყურადღებას. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ანუ ვინც ერჩია შავი ობობა. ნახოთ რას უნდა მიაქციოთ აგვისტოს თვეში ყურადღება. რას აქცევთ აგვისტოს თვეში? განსაკუთრებულ ყურადღებას პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი რას აქცევთ აგვისტოს თვეში ყურადღებას განსაკუთრებით? ჩემო ძირფასო პირველო ვარიანტო. მე ასე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად თქვენს სულიერ მდგომარეობას, იმიტომ რომ აგვისტოს თვე მარტივი არ იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ იქნება ერთგვარი არასტაბილურობის შეგრძნება, იქნება რაღაცა შფოთვის მდგომარეობა, იქნება მდგომარეობა, როდესაც არ იცით, როგორ გამონახოთ გამოსავალი, შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები ფინანსურ ენერგიაში, გარკვეული სირთულეები უშუალოდ სამსახურში, სამსახურეობრივ, გასაგები რომ აგვისტოა, გასაგებია რომ შვებულება, ვიღაცა შეიძლება შვებულებაც არ ქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს შფოთვები და საიდან მოდის ეს ნერვიულობა და არასტაბილურობის შეგრძნება, ხო? ნახეთ, თქვენ გეუბნებიან, რომ აგვისტოს თვეში უნდა გადაწყვიტოთ ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს რეალობაში, ხო? ნახეთ, თუ კი მაგალითად ეს არის ფინანსური მომენტი, თუ კი ეს არის, ვთქვათ, ერთგვარი სირთულები სამსახურში, ერთგვარი სირთულები ფინანსურ ენერგიაში, ჯერ სამსახურის ნაწილში გავიაროთ, ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ მოვიდა დრო, რომ გადაავლოთ თვალი და შეხედოთ თქვენს საქმიანობას გვერდიდან, ხო, რამდენად სტრესულია ეს ყველაფერი თქვენთვის, რამდენად ბევრი ენერგია მიაქვს ხო თქვენგან, რამდენად არაჰარმონიულად ხართ იქ, სადაც ხართ, ხო, ადამიანებს გვაუწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ დაუსრულებლად, მაგრამ 10 ჯერ მეტი დავკარგოთ, თუნდაც ენერგიის ნაწილში, დროის ნაწილში, ყველაფერი აბსოლუტურად, ხო, შინაგანად არ ვიყოთ კმაყოფილები, ბედნიერები, ხო, ასეთ დროს საერთოდ ყველაზე კარგია, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ მოძებნოს რაღაცა თავისი საქმე, პროფესია, რა ვიცი, უამრავი კურსებია, უამრავი საინტერესო მიმართულებებია და მე ყველა ადამიანს ვუსურვებ ნამდვილად, რომ იპოვოს თავისი ოცნების სამსახური და იქ, სადაც იქნება ბედნიერი, ხო? იქ, სადაც არ იქნება მსახური, იქ იქნება ბედნიერი ადამიანი პოტენციალით სავსე, რეალიზების სურვილით სავსე და განვითარების სურვილით სავსე. მაგრამ თქვენ სადაც ხართ, მეჩვენებს, რომ იქ შესაძლებელია არ იგრძნოთ თავი ჰარმონიულად, ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელია ეს რაღაც ერთგვარი ზეწოლაც კი იგრძნოთ გარკვეული სტრუქტურებიდან, ხო, სტრუქტურას გულისხმობ, აი სამსახურიდან, რაღაცნაირად
მოვიდეს თქვენში ესეთი განწყობა, რომ არ ხართ დაცული. შესაძლოა ეს განწყობა უკვე გაქვთ, რომ არ ხართ დაცული და ეს არ არის არ ხართ იქ, სადაც ბედნიერი ხართ და კარგად ხართ. ხო, ამიტომ აგვისტოს თვეში თქვენ გეუბნებიან, რომ ძალიან უნდა გადაავლოთ თვალი თქვენს საქმიანობას და საერთოდ იქ თუ სად ხართ თქვენ და რატომ მოდის აი ეს შფოთვები და რატომ მოდის აი ეს სტრესები, ხო? და მაჩვენებს ასევე იმას, რომ მოვიდა დრო და აგვისტოს თვეში უნდა დაუთმოთ დრო საკუთარ იდეებს შემოწირფასებო, ხო? საკუთარ განვითარებას, პოტენციალს, რომ მისცეთ რაღაცა ახალი მიმართულება, რაღაცა ახალი გაიქოთ, რაღაცა ახალი შეიგრძნოთ, ხო? მე რა რომ იქ თქვა, სადაც მუშაობთ, დღესდღეობით ვთვლით, რომ ისინი თქვენი არ ვიცი, ან უფროსები არიან, ან რაღაცა თქვენზე მეტნი არიან. არა, შემოწირფასო, ეს ასე არ არის, ხო? შეიძლება რაღაც ნაწილში თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის, თქვათ, გამოცდილება უფრო მეტი იყოს, ან გამართლება უფრო მეტი იყოს, ხო, სიტყვაზე, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენც გახდეთ ის, ვინც გინდათ რომ გახდეთ და აიღოთ ის ცოდნა, რაც გინდათ რომ აიღოთ. ამიტომ პაჟი პენტაკლების და ხოლების თვისებაა იმას, რომ მოვიდა დრო გადაავლოთ თვალი, ესე იგი, საკუთარ საქმიანობას, საკუთარ სურვილებს, ამ საქმიანობის ნაწილში რამდენად დაკმაყოფილებული და ჩანს რომ არ არის დაკმაყოფილებული და დაიწყოთ რაღაცა ახალი თქვენთვის კარგი და სასიამოვნო გზების ხილვა, ხო? ნახე ძებნა, ხო? ნახეთ ყველაზე დიდი ადამიანური სისულელე და სისუსტე ალბათ არის ის, რომ თქვათ, როდესაც ადამიანი რაღაცის სწავლას ან განვითარებას იწყებს, მომენტალურად უნდა რომ რაღაცა ძალიან დიდი წარმატება ქონდეს, ხო? მეგობრებო, ეს ასე არ არის, ხო? იმიტომ რომ თქვენი გზა თუნდაც რაღაცა კონკრეტულ საქმიან მიმართულებაში, ხო? ხომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიარა, ბევრმა ადამიანმა ჩადო შიგნით ენერგია, ჩადო დრო, პოტენციალი, ხო? ანუ თქვენ უნდა დაამტკიცოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ იმსახურებთ იქ, სადაც ხართ და ის, რომ თქვენთვის მიზანი ფული კი არ არის, არამედ თქვენი მიზანი არის ის, რომ მიაღწიოთ მიზანს, ხო? და ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ისინი მისდევენ ფულის ენერგიას, ფულს თვითონ როგორც რესურსს, როგორც სოციალურ საზომს. ფულის ხო არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ის არის აღმნიშვნელი თქვენი პროფესიონალიზმისა და თქვენი მონდომებისა, ხო? ამიტომ მე გირჩევთ, რომ თუ მაგალითად ეს რაღაცა ახალი სფეროს ათვისება, დაიწყეთ ეს ამის ათვისება და თავიდანვე ნუ გექნებათ სურვილი და მოლოდინი იმის, რომ აი ჩქარა დამიფასდეს, ჩქარა დავიწყო, ჩქარა, არა, შემოძერფასებო, ზერთად შემთხვევაში ვინც სწავლობს და ვინც რაღაც ახალს იწყებს და როდესაც უახლოვდება რაღაცა გარკვეულ შედეგს, ხო? თავისი სწავლებისა, ზერთად შემთხვევაში ეს არის ვალი, ნახევრად მშიერი მდგომარეობა, ეს არის ძირითადად ანგარიშზე 0.00 ანუ გულისხმობ არაფერი, იმიტომ რომ წინ კიდევ გზა არის გასავლელი, ხო? პირველი გზა არის ფიქსაცია და მეორე არის უკვე აი ეს რაღაცა პასუხი სამყაროსგან და იმ საქმიანი სივრცისგან, რომ იმ საქმიდან, რომელშიც თქვენ ფუნქციონირებთ და იწყებთ თქვენს მოგზაურობას. ხო, ასე რომ აგვისტოს თვეში მიაქციეთ ამას ყურადღება, სად ხართ, რატომ ხართ, რამდენად ბევრ ენერგიას გართმევთ და რატომ გრძნობთ თავს ასე საფრთხეში, იმიტომ რომ საერთოდ არ იგრძნობა უსაფრთხოება თქვენი მხრიდან და გადაწყვიტოთ რაღაცა ახალი გზა, ხო? ახალი გზა და რაღაცა ახალი აიღოთ თქვენი ცხოვრების და შემეცნების გზაზე. ეხლა კი ინფორმაცია, რომელსაც გავაჟღერებ, ხო, ეს ეხება ძალიან ცოტა მაყურებელს, ეს არის ის, რომ აგვისტოს თვეში თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთგვარ ვალდებულებას, რომლის წინაშეც შესაძლებელია მარტო თქვენ, არამედ თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი იდგეს და რაღაცნაირად უნდა მიიღოთ ჭკვიანური და გონივრული გადაწყვეტილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ვთქვათ, ჩაერთოთ ამ ყველაფერში ფინანსურად, არა, მიიღოთ გონივრული და ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე, საკუთარ გადასახადზე და მხოლოდ საკუთარი
თავით და თქვენი შესაძლებლობებით არ განსაზღვროთ არავინ და არაფერი, ხომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ასე ჩვენ ვართმევთ პოტენციალს და ვაპარაზიტებთ ადამიანები ჩვენს ირგვლივ, ხო? ასე რომ დავუკვირდით აი ამ საკითხსაც მეორე ვარიანტში, ესეც შესაძლებელია წავიკითხო ეს საჯარო გაშლა. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს იყო თქვენი ვარიანტი, ამა თქვენიცით. აგვისტოს თვეში აქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ტენდენციები წინ წამოიწევ. არ დაგავიწყდეთ ლაიქი, არ დაგავიწყდეთ კომენტარი. ნუ კომენტარი თქვენი კეთილინება, ლაიქი დისლაიქით. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება და თქვენი შეფასება ჩემს გვერდთან მიმართებაში, ვიქნები ძალიან მადლიერი. მეორე ვარიანტი. ვინც ერჩია ავანტურინის ობობა, ნახოთ თქვენ რას და მიაქციოთ აგვისტოს თვეში ყურადღება. ჩემ თავს რა უყურებ? ახლა არის მეგობრებო, ღამისა გამთენის 6 საათი დაიწყო, როდესაც თქვენთვის საჯარო გაშლას ვაკეთებ, ახლა დავასრულე სამკაულებს მუშაობა და მეთქი YouTube არხზე რამდენი ხანი არაფერი ახალი არ დამიდია. მაშა სადამე ვერას უნდა მიაქციოთ მეორე ვარიანტი ყურადღება აგვისტოს თვეში. სასიყვარულო სფეროს პარტნიორულ ურთიერთობებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გასაქცევთ აგვისტოს თვეში ყურადღებას. საიდან კარგავთ ამას? ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ კონკრეტული ვარიანტი არის, ძალიან კონკრეტული, რომელიც ეხება პარტნიორულ ურთიერთობას, სასიყვარულო სფეროს და მე ასე ვიტყოდი აგვისტოს თვეში თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ ვინ არის თქვენს გვერდით, რას ეთანხმებით ამ ურთიერთობაში, რას არ ეთანხმებით ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ დაგიგროვდა ძალიან ბევრი პრეტენზიები, დაგიგროვდა ძალიან ბევრი პროტესტები, რაც უშუალოდ ამ სფეროს ეხება და მაჩვენებს რაღაცა სცენარს, რომელიც ტრიალებს და რაღაცნაირად ერთი და იგივე შედეგში გატრიალებთ, ხო, ანუ არ არის რაღაცნაირად არანაირი წინსვლა, ხო, პირიქით. ისევ და ისევ რაღაცა იმედგაცრუება მოდის, ისევ და ისევ თითქოს ალაგებთ თქვენს პოზიციას, თქვენს პირად საზღვრებს ურთიერთობაში, თითქოს გინდათ რომ რაღაცა შეცვალოთ, თქვათ ადამიანის დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში აღარ იყოს ისეთი, როგორიც ახლა გაქვთ, ხო, ახლა რაღაც ნეგატიური მოცემულობა აშკარად და თითქოს რაღაცა შეიცვალა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ისე არაფერი არ შეცვლილა და რაღაც ყველაფერი ისევ რაღაც არასწორად მიდის, ხო? ანუ ფაქტი არის, რომ პარტნიორული ურთიერთობების ნაწილში აქ უნდა გააკეთოთ არჩევანი. ან უკეთებთ ურთიერთობას აბსოლუტურ ტრანსფორმირებას, ან ამთავრებთ ურთიერთობას რაღაცა ესეთი ის ჩანს ხვდებით, ხო? იმიტომ რომ ისე როგორც არის ახლა, უბრალოდ შეუძლებელია რომ გაგრძელდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ცუდი კითხვის ნიშანი, შავი კითხვის ნიშანი დაიბადა თქვენს ურთიერთობაში და დრო არის რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი, მიხვდით ხო? იმიტომ რომ რაღაცებთან ბრძოლაში აღშკარად ძალიან ბევრი ენერგია მიიგდით, ხო? რაც მიაქციეთ აგვისტოს თვეში ყურადღება. რაღაცა ძველი სცენარი უნდა დამთავრდეს.
ზოგადად თქვენს თავთან მიმართებაშიც და ამ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება, არც თქვენთვის არის სწორი, არც იმ ადამიანისთვის არ არის სწორი, ანუ თქვენი აი ეს პოზიცია ხარაშიც თქვენი მყოფებით არც ერთი მხრისთვის არ არის არც სწორი, არც ჰარმონიული, პირიქით იკარგება ბევრი ენერგია და უფრო ფუჭდება სიტუაცია. აქ თქვენ გეუბნებიან, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ რაღაცა ახალი ენერგია და ახალი თქვათ ფერები შეძინოთ ამ ურთიერთობას, ოღონდ არა ცალმხრივად და ეს ეხება ორივე მხარეს, ხო, ეს არ ეხება მხოლოდ არ გეხებათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს პარტნიორს, ხო, ანუ ორივე მხრიდან ჩართულობა არის საჭირო. ან სხვა შემთხვევაში გამოიჩინოთ, როგორც სიტყვი ჯანსაღი ეგოიზმი და აირჩიოთ ამ ურთიერთობაში საკუთარი თავი, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან დაიღალეთ და აღარ მოგწონთ ეს ყველაფერი, ხო? სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ შეგიძლიათ ეს სცენარი არაპარტნიორულ ურთიერთობებში გადაწყვიტოთ, არამედ ვთქვათ დედაშვილურ ურთიერთობაში რაღაცა არის შესაძლებელი. ანუ თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის, თუმცა უმეტესწილად ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს და აგვისტოს თვეში ძალიან წამოიწევა ეს საკითხი დასამუშავებლად წინ და ამიტომ მიაქციოთ ყურადღება. არც იქინე მიგიღებენ ასე და არც აქან რაღაცნაირად თუ არ ჩამოყალიბდით რა გინდათ, იმიტომ რომ ფაქტია რომ არ ხართ კარგად იქ სადაც ხართ. მოკლედ დაგემშვიდობებით. ესე იგი საუკეთესო სურვილებით ხავუყურებ ჩემ თავს. მე ვისაც მეუბნები, მე თვითონ დაღლილი ვარ ძალიან, მაგრამ მუშაობთ. სხვა არაფრით. წარმატებებს გისურვებ და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.